მოგესალმებით. ამ ვიდეოში გადავწყვიტე ვისაუბრო ჩემზე და მოგიყვეთ ვინ ვარ მე, რადგანაც ბევრს კითხვა გაუჩნდა ჩემი ლაივებიდან გამომდინარე, რატომ შემიძლია სხვა ადამიანების ენერგია ვიგრძნო, რატომ შემიძლია ვიღაცა კომენტარი დამიწეროს და კითხოს რა მდგომარეობაში მისი ენერგია დაუპასუხო და ზებუნებრივ ძალებს ვფლობ თუ არა და გადავწყვიტე რომ მოგიყვეთ ჩემი თავის შესახებ. სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ ერთ ძალიან საყვარელ გოგონასთან მქონდა სეანსი და ძალიან ბევრ კითხვებს მისვამდა. ხო და ზოგადად იქიდან გამომდინარე რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. მე ესე როცა ბევრ კითხვას მისვამენ, თვითონ გონიათ რომ ეს მაღიზიანებს, მაგრამ სინამდვილეში მე ყველა კითხვას ვაკვირდები და ამ გოგონამ ზუსტად ეს მითხრა, რომ ესეთი ვიდეო თუ გაქვს, რომ შენ თავზე ლაპარაკობ, საერთოდ ვინ ხარო. დავიჭირე რომ მინდოდა ესეთი ვიდეო ჩაწერა. ხო. სხვათა შორის ვინც ხალხთან მუშაობთ, გირჩევთ რომ გამოიყენოთ, ეს არის ოქრო. ასე ვთქვათ, როცა სამყარო ადამიანების პირით სწორ გზაზე გაყენებთ, სწორ შენიშვნებს გაძლევთ, თუნდაც ყველა კომენტარი, თუნდაც ნეგატიური, როდესაც იწერება, ეს არის სამყაროს ფიდბექი. და ყველაფერი შეიძლება თათქვენად გამოიყენოთ, ისევე როგორც მე ვაკეთებ ამას. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, ვინ ვარ მე. ამაზე მე ბევრი ვიფიქრე, ვინ ვარ და დღესდღეობით ნადასკვნამდეც მივედი არის ის, რომ მე ვარ ყველა. და ასევე ყველა არის მე. ეს ძალიან ბევრი დამეთანხმებით ახლა რა ხო, რა თქმა უნდა. ყველამ ვიცით რომ ყველანი ერთნი ვართ, რომ მინდათ გითხრათ რომ მას შემდეგ რაც მე თეორიულად ვიცოდი და რაც პრაქტიკულად გავიგე ეს ცოდნა, დიდი დრო გავიდა საკმაოდ. წლები გავიდა. ხო და ეხლა იქიდან გამომდინარე რომ მე ამას გრძნობ რომ ყველა ვარ და პრაქტიკულად ვიცი რომ ყველა ვარ. ამიტომ შემიძლია ნებისმიერი ადამიანი გავხდე, როდესაც ის მეუბნება იგრძენი ჩემი ენერგია. და მარტო კი არ გავხდე. შემიძლია, ჩემი ცნობიერება ამ მომენტში უკავშირდება მის ცნობიერებას და აი ამ მომენტში ცნობიერებების დაკავშირების მომენტში ველი ქმნის იმ მომენტს, როდესაც მისი ცნობიერებაც თუ ჩემზე ზემოთ არის ველში. უფრო ღრმად ჩამოდის. მე მომწერა რამდენიმე ადამიანმა, რომ მაგალითად ლაივში, როდესაც მითხარი, რომ რაღაცა მტკივა, იმ მომენტის მერე იმ ტკივილმა გამიარა. და რატო გაუარა ახლა? აქ არანაირი ჯადოსნობა არ არის. უბრალოდ იმ მომენტში, მე როდესაც ვუთხარ რაღაც ტკივა, მისი ცნობიერება ძალიან ღრმად ჩავიდა, დაფიქსირდა, იგრძნო ეს ტკივილი და გაუშვა, იმიტომ რომ იყო ეთერეული სხეულის ტკივილი და არა ფიზიკურის. ანუ ძალიან ხშირად როდესაც რაღაცა გვტკივა და დისბალანსი გვაქვს, ეს გვაქვს იმიტომ მარტო რომ გაურბივართ და არ ვჩერდებით რომ ვიგრძნოთ ბოლომდე. და რა თქმა უნდა, სხვადასხვა საფეხური სხვადასხვანაირად იგრძნობა, როდესაც ღრმად ჩადიხარ და იგრძნობ, გადის. ოღონდ ეს ახლა რა თქმა უნდა ყველა ტკივილს არ ეხება, ეს ეხება იმ ტკივილს, რომელიც არის ეთერულ სხეულში. ანუ ცნობიერებას ახსოვს, რომ როდესაც განიცადა და ეხლა ავტომატზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე ფიზიკურ სხეულში ამას ამანიფესტირებს. თუ ეხლა ფიზიკურ სხეულში ხდება უკვე რაღაცა და ეს ტკივად, ეს ესე მარტივად რა თქმა უნდა არ გაგივლით. მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში ძალიან დიდ სიღრმეებზე იმუშავა. ბევრი რაღაც შეცვალა. არა მარტო ამ ცხოვრებაში. არამედ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრებები მუშაობ საკუთარი თავის ტრანსფორმაციაზე. სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა.
ეხლა ისტორია რომ მოგიყვეთ, ჩემი ცნობიერების გამოცდილებების ზოგს ძალიან მაგრად გაგეცინებათ, მაგრამ სიცილიც ძალიან ჯანსაღი რაღაცაა და ძალიან სასარგებლოა, ასე რომ მოგიყვებით. ყველაზე შორს რაც მახსოვს ჩემი გამოცდილებებიდან მე ვიყავი ერთ დროს პლანეტა. ჩემი ცნობიერება იყო პლანეტა. ანუ ყოველთვის ვიძახდი რომ პლანეტებს აქვთ თავისი ცნობიერება, ცოცხლები არიან, როდესაც ასტროლოგიას ვსწავლობდი და ვაპრაქტიკებდი და აღმოჩნდა რომ თურმე მეც მოქვს ეს გამოცდილება. ეხლა ეს ძალიან არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ მარტო მე არ მაქვს ეს გამოცდილება ციურის სხეულად ყოფნის. ჩემს გარდა ჩემთან მოსულა სეანსზე საკმაო რაოდენობით ადამიანები, ვინც ყოფილა პლანეტა, ყოფილა შავი ხვრელი, ყოფილა კომეტა, ყოფილა რაღაც პლანეტის თანამგზავრი. და ყველა ამ ადამიანს აქვს გამოყოლილი ცნობიერების გამოცდილების დონეზე, აი ეს გამოცდილება. მაგალითად, ის ვინც თანამგზავრი იყო, ცხოვრებაში ისე იქცევა, როგორც თანამგზავრს შეესაბამება. მაგალითად, პოულობს ვიღაც ძლიერ ადამიანს და მის გარშემო უნდა რომ იტრიალოს. ის ვინც შავი ხვრელი იყო, რა თქმა უნდა, ფიზიკურ სხეულში ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი განსაცდელია, რომ როდესღაც შენი ცნობიერება იყო შავი ხვრელი. ასევე ის ადამიანი, ვინც მაგალითად იყო კომეტა. მისი გამოცდილება საკმაოდ ტრაგიკულად განვითარდა როგორც ადამიანის, იმიტომ რომ კომეტა რას აკეთებდა, აფეთქებდა, ჩაუვლიდა რაღაც პლანეტას და აფეთქებდა. და ადამიანის ცნობიერებაშიც, როდესაც დაიბადა, დააზიანა სხვა ადამიანები. რადგანაც მისთვის ეს ბუნებრივი იყო, ანუ ბოროტი კი არ იყო და ბოროტებას კი არ ჩადიოდა, უბრალოდ ეს ავტომატზე ახსოვდა. ასევე მინახავს ადამიანები, რომლებიც არიან რაღაცა ძალა, ესეთი ვორტექსივით, რომელიც პატარა ნაწილაკებს ატრიალებდა. ციურის სხეულების დონეზე და ეს ნიჭი გამოყოლილი აქვს ამ ადამიანს მაგალითად, რომელიც არის ძალიან წარმატებული ფინანსისტი და ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი აქვს და ამ ფულის ენერგიას ესე ატრიალებს, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა დავუბრუნდეთ იმას, მე რომ პლანეტა ვიყავი. რაც მახსოვს არის ის, რომ სიცოცხლე არსებობდა ჩემზე. და მე აღვიქვამდი ამ სიცოცხლეს როგორც პატარა ციცინათელები, ვით სინათლეები ჩემს გარშემო. რაღაც მომენტში მომბეზრდა პლანეტად ყოფნა და სხვა ჩემზე ბევრად უფრო პატარა პლანეტას ნეჭვი მაქვს რომ რაღაცა დიდის თანამგზავრი იყო. შევეჯახე. და ავაფეთქე. და ის სიცოცხლე რაც ჩემზე იყო, რაც იმ პლანეტაზე იყო, ჩვენი ორივე ცნობიერების სიცოცხლე. ესე ტრაგიკულად დასრულდა. რა თქმა უნდა, მე ძალიან სერიოზული კარმა ვიკიდე იმ პლანეტასთან და იმ პლანეტასთან მე ბევრი რაღაც მაკავშირებდა. მე ბევრი ცხოვრება მომიწია ისევ იმ პლანეტასთან ურთიერთობა, რომელიც ფაქტიურად ინკარნაციაშიც ვერ მოვდიოდი ისე, თუ სადღაც იქ ახლომახლოს არ დავიბადებოდი, სადაც ის ცნობიერება იბადებოდა, რომელიც ის პლანეტა იყო. კიდე რაც მახსოვს ჩემი გამოცდილებებიდან, როდესაც ვიყავი რაღაცა დრაკონისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სხვა პლანეტაზე. მაგ ცხოვრებაში ბევრი არაფერი დამიშავებია, მე მგონი, იმიტომ რომ დიდად გამოცდილებები მანდიდან არ მახსოვს, ან ჯერჯერობით არ ამოსულა დედაპირზე. დედამიწაზე ადამიანად ვარ დაბადებული ძალიან ბევრჯერ. დაახლოებით 1000 წელი მიცხოვრია. 1000 წელი მიცხოვრია, როდესაც სხეულში ვყოფილვარ, ამას გულისხმობ. ყველაზე მთავარი
თვისება ჩემი ცნობიერების არის ის, რომ ვარ ძალიან ცნობის მოყვარე. და აი ეს ცოდნის შეძენა, აღმოჩენა ფაქტიურად ყველა ჩემს ინკარნაციაშია. ეხლა სათითაო და ალბათ ყველა ინკარნაციას არ ჩამოვთვლი. მაგალითად, ორი ინკარნაცია, სადაც ვიყავი მეფე და ორივეჯერ მომკლეს. და მიღალატეს. კიდე ხო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინკარნაციაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც გავატარე იტალიაში და ვიყავი კათოლიკე კარდინალი. ანუ კარდინალი არის ბიშოპზე მაღალი პაპის ქვემოთ, პაპის დაქვემდებარებაში საეკლესიო პირი. და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტი ტრამვა, რაც მახსოვს და არის დამუშავებას დღემდე მიწევს, წამოღებული მაქვს ამ ინკარნაციიდან. და ეხლა მოგიყვებით რატომ. ანუ ჩემი გამოცდილებით ასევე სხვა ადამიანებში აი ეს ფანატიკური რელიგიური ცხოვრებები ახდენს ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას, რადგანაც რელიგია ჩვენთვის აი ყოვლის მომცველია, ჩვენ ცნობიერებაში ისე იჭედება, რომ იქ კითხვებს ახლა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ძალიან ცოდნას მოწყურებული რელიგიური პირი და ღამეებს ვათენებდი ამ სახუთო წერილების კითხვაში და წერაში და გადაწერაში და ძალიან მორწმუნე ვიყავი იმ კუთხით, რომ ყველაფერს ვასრულებდი აბსოლუტურად, რაც ჩემი გაგებით მაშინ იყო ღმერთის ნება. კათოლიკურ რელიგიაში მაშინ ესე გვწამდა, რომ ღმერთი თუ გიყვარს და ღმერთს თუ მართლა ემსახურები, რაღაცით უნდა დაუმტკიცო. სულ მუდმივად უნდა დაუმტკიცო, როგორ ღვთის მორწმუნე ხარ, როგორ ძალიან გიყვარს ღმერთი და მარტო ლოცვა და მარტო მარხვა არ იყო იქ საკმარისი და მესეს ჩატარება. გვქონდა ესეთი რიტუალი, რომელიც იყო საკუთარი თავის დასჯა, ანუ გამათრახება. და ლოცვასთან ერთად ვირტყამდით ხოლმე მათრახს. ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე მაშინ არ მეცინებოდა და მთელი სერიოზულობით ვასრულებდი ამ რიტუალს. ეს არ იყო უბრალოდ მათრახი, ქონდა პატარა ესეთი რკინის ბურთები, რომლებსაც ქონდათ ამობურცულობები და დარწმუნებული ვარ, ეხლა ტკივილი არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მტკივნეული იყო. ასევე ვყიდიდი ინდულგენციებს პირდაპირ ვიძახი, ვაღიარებ, რომ ვყიდიდი ინდულგენციებს, იმიტომ რომ მე მეგონა, რომ ეს იყო სტანდარტი, ანუ მე მეგონა, რომ ისინი მართლა 60-ში მოხვდებოდნენ თუ ინდულგენციებს იყიდიდნენ. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ხო. ჩემი ცნობიერება შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა სხეულში, როდესაც გადავიდა და გააგრძელა ცხოვრება, ეს დაახლოებით 1000 წლის წინ ხდებოდა, რასაც გიყვებით 800. ჩემმა ცნობიერებამ დაიმახსოვრა ეს თვითდასჯის მომენტი, რომ საკუთარი თავი უნდა დასაჯოს. და რა თქმა უნდა, ეხლა შემდეგ როცა დავიბადე, მათრახს აღარ ვირტყამდი, მაგრამ მანიფესტირდებოდა ეს ტკივილის განცდის სახით სასიყვარულო ურთიერთობებში. ანუ ყოველთვის შევდიოდი იმ ურთიერთობაში, სადაც უნდა ტკენოდა გული და აი ეს ტკივილის განცდა ჩემთვის იყო ძალიან ბუნებრივი, რომ ძირითადად კაცი ვიყავი ხოლმე, რაც მახსოვს უფრო იშვიათად ვინკარნირდებოდი ქალად. ვიღაც შემიყვარდებოდა მთელი ცხოვრება, ვიღაც ერთი ადამიანი ვიყვარდა ხოლმე და ვიტანჯებოდი. ეს გააკეთა იმან, რომ მე ვიყავი როდესღაც ძალიან მორწმუნე კათოლიკე. შემდეგ ცხოვრებებში იმდენად მიუღებლობა მქონდა ამ კათოლიკური რელიგიის, რომ დავიბადე პროტესტანტულ ქალაქში, ანუ პირველ ქალაქში, რომელმაც აღიარა მარტინ ლუთერის სწავლება ოფიციალურად, დაიწყო საღვთო მსახურების ჩატარება. დავიბადე მე. ხო, ლუთერთან ყოველთვის ვგრძნობდი აი სიახლოვეს რაღაცა და სიმპათიას
და ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ ყველაფერს იმას ებრძოდა, რაც არასწორი იყო კათოლიკურ ეკლესიაში და რაც მე ვიცოდი, რომ არასწორია, რადგანაც ესეც გავიარე, შემდეგ გამოვედი ამ ინკარნაციიდან, დავინახე რა სისულელესაც ვაკეთებდი. ამჯერმა რელიგიურმა ცხოვრებამ სხვათა შორის ძალიან გვეცნობიერად დამანახა, რომ რელიგია და თუნდაც ქრისტე არის ორი სხვადასხვა რაღაცა. ქრისტეს სიყვარული და ქრისტესთან კავშირი რელიგიის გავლით არ ხდება. ხდება პირდაპირ. და რელიგიის გავლით ვიღებთ რაღაცა შეზღუდვებს, რომლებიც შემდეგ ცხოვრებებში გავანეიტრალოთ. ჩვენი ერთადერთი რეალური რელიგია არის ის, რომ დედამიწაზე ვიყოთ ბედნიერები. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება საკუთარი თავის დასჯისადმი, ისინი მიდიან ფანატიზმში, ისინი მიდიან რელიგიაში, ისინი მიდიან ექსტრემალურ სხვადასხვა სახით მსახურებაში, რადგანაც ეშინიათ საკუთარი თავის ეშინიათ, რომ თუ აი ამ დასჯას არ დავაინტეგრირებ მე თვითონ, მაშინ რაღაცა შემეშლება. ადამიანები, რომლებსაც საშინელი კონტროლი აქვთ საკუთარი თავის ჩართული. და ეს არიან ადამიანები, რომლებმაც რაღაც შეცდომა დაუშვეს როდისღაც და ჯერ არ აპატიეს საკუთარ თავს. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ზებუნებრივი ძალები არ არსებობს. ყველაფერი არის ჩვენი ცნობიერების გამოცდილება. არც ნიჭი არ არსებობს. აი ჩვენ იმას, რასაც ნიჭს ვეძახით, რომ ვიღაც ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი, ხო? ეს არის უბრალოდ ამ ადამიანის საოცარი გამოცდილებები. თუ ადამიანს ქონდა რაღაც საოცარი გამოცდილება, არა ადამიანური, არამედ რაღაცა სხვა სხეულში, ხო? დიდი შანსია, რომ ამ ადამიანმა დაამანიფესტიროს საოცარი ნიჭი, რაც ადამიანებისთვის, ჩვენთვის არის ძალიან უცნაური, მაგრამ მისთვის უბრალოდ ცნობიერების გამოცდილებაა. ყველაფერი, რაც გვახსოვს, ჩვენ ცნობიერებას ახსოვს. ეხლა ამ მომენტში ვართ ყველაფერი ეს და არა მარტო ადამიანი. როდესაც ჩემთან მოდიან ადამიანები, გონიათ, რომ მე ვეუბნები იმას, რა იყვნენ წინა ცხოვრებებში. მაგრამ სინამდვილეში მე იმას ვეუბნები, რა აღარ არიან. უბრალოდ ვაგებინებ მათ, რომ აი ეს რაღაცა, რაც იყვნენ და გვეცნობიერად ჯერ კიდე გონიათ, რომ ის არიან და ისე იქცევიან. ეს აღარ არიან, ის ცხოვრება დამთავრდა. და ჩნდება რაღაცა განთავისუფლების შეგრძნება, ჩნდება ახალი ცხოვრების დაწყების შანსი იმ წინა შემზღუდველი გამოცდილების გარეშე. ეს არის სულ. და არ არის ის მნიშვნელოვანი წინა ცხოვრებაში მეფე იყავი თუ მონა. მეფეთ ყოფნამ ისევე შეიძლება დაგაზიანოს, როგორც მონად ყოფნამ. ხო, ხლა გამომრჩა ჩემი რამოდენიმე ინკარნაციაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ყველაფერი არ მოგიყევით, ყველა ინკარნაცია, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი საკმარისია. შემიძლია ადამიანების ენერგია წავიკითხო და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ წავიკითხო, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შეიცვალოს. ასევე სურათსაც, როდესაც უყურებ ადამიანის, უკვე ბუნებრივად იმის ენერგია მომდის. შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცაზე გაგეცინათ, რაც მოგიყევით. მაგრამ მე მომეწონა, რომ მოგიხევით. მოვალ შეხვედრამდე.